უნდა გაზარდოთ სათადარიგო სხეული ისეთი, რომელსაც არც ფიქრი შეუძლია, არც მოგონებები აქვს და მხოლოდ ორგანოთა მარაგისთვისაა განკუთვნილი. კალიფორნიულ სტარტაპს ამ კითხვაზე პასუხი აქვს. გამოცემა MIT Technology Review დღეს კომპანიის კონფიდენციალური გეგმები მოიპოვა. პროექტის დამფუძნებელი ფარულად აგროვებდა ფულს და ამ ჩანაფიქს უგონო კლონებს უწოდებდა. ამ ყველაფერს რეალური სამეცნიერო საფუძველი აქვს. ზოგიერთი ბავშვი ისე იბადება, რომ თავის ქალის 90% ცარიელია. მათ მხოლოდ ტვინის ღერო აქვთ, თუმცა გული მაინც ფეთქავს. ეს გეგმა ორ გზას გვთავაზობს. როცა თქვენი ორგანოები მუშაობას შეწყვეტს, ისინი კლონისგან აიღოთ, ან საკუთარი ტვინი ახალგაზრდა სხეულში გადაინერგოთ და ცხოვრება თავიდან დაიწყოთ. ხელოვნური საშვილოსნო ჯერ არ არსებობს, ამიტომ პირველ კლონებს სუროგატი დედები გააჩენენ. დამფუძნებლის თქმით, მოგვიანებით ერთ კლონს მეორეს გაჩენა შეუძლია. სტარტაპი ინვესტორებს ეუბნებოდა, რომ მაიმუნებს მხოლოდ ცხოველებზე ტესტირებისთვის ზრდიდა. თუმცა, დღეს ამერიკაში ორგანოების გადანერგვას 100,000 ადამიანი ელოდება და ყოველდღიურად 20 მათგანი კვდება. ერთ-ერთმა დამსწრემ, რომელმაც რეალური ჩანაფიქრი მოისმინა, ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით, დამფუძნებელთან შეხვედრა შეშლილ მეცნიერთან ურთიერთობას გავდა. OpenAI-ის მსგავსი ტექნოლოგიურ გიგანტებსაც კი არ სურდათ, რომ ეს ამბავი საჯარო გამხდარიყო.